over the next few days. დონალდ ტრამპის მიერ ირანთან შესანიშნავი შეთანხმების გამოცხადების შემდეგ თეირანმა უარყო, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია. ხუთშაბათს თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია და რომ ახლა მხარეები დოკუმენტების დამუშავების ფინალურ ეტაპზე არიან. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ისმაილ ბაღაის განმარტებით შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება თეირანს ჯერ არ მიუღია. შეთანხმების ტექსტის დიდი ნაწილი დასრულებული იყო, მაგრამ პრობლემა მაშინ დაიწყო, როდესაც ამერიკულმა მხარემ ახალი მოთხოვნები წამოაყენა და საკუთარი პოზიციები შეცვალა, განაცხადა მან. სულ ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპმა ისიც გამოაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმები გაუქმებულია. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტა, იერიშების გაუქმების გადაწყვეტილება მოლაპარაკებების ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე აღვანისა და მისი დამტკიცების ფონზე მიიღო. მანვე აღნიშნა, რომ აპრილის შუა რიცხვებში დაწყებული საზღვაო ბლოკადა და ირანის პორტების წინააღმდეგ ძალაში მანამ დარჩება, სანამ შეთანხმების პროცესი საბოლოოდ არ დასრულდება. მანამდე კი დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში განაცხადა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმების ხელმოწერის დრო და ადგილი მალე გამოცხადდება. ჩვენ ახლახანს ირანთან ომის საკითხზე შესანიშნავ შეთანხმებას მივახციეთ. დოკუმენტების საბოლოო დამუშავების პირობით, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს რამდენიმე დღეში დასრულდება. საქმე ბოლომდე მივა. ალბათ ხელმოწერა გვექნება შესაძლოა ევროპაში. ეს შესანიშნავი ამბავია. საფონდო ბირჟა 1000 პუნქტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ მათ შეთანხმება მოსწონთ. თუ ბაზარი დაეცემა, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება არ მოსწონთ. მაგრამ იგი გაიზარდა. ნავთობის ფასიც დაეცა. ფიქრობ, ნავთობი კიდევ უფრო გაიაფთება, ვიდრე აქამდე იყო. ეს აიოვაში ვთქვი. გალონი ბენზინი $1 და 85 ცენტი ღირდა. არ ვიცი ამ ნიშნულამდე თუ მივალ, მაგრამ საკმაოდ უახლოვდებით. ფასი შემცირდება და როცა ნავთობი იაფთება ყველაფერი დანარჩენიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივახციეთ შეთანხმებას, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. სწორედ ეს იყო მთელი მიზანი, რომლის გამოც ამ ყველაფრის გავლა მიგვიწია. ეს ძალიან დიდი რამ იყო. თუმცა მალე ხელმოწერა გაიმართება, დოკუმენტებს თითქმის საბოლოო სახე აქვს. ასე რომ ნახოთ, ძალიან კარგია, ეს საკმაოდ სწრაფად უნდა დასრულდეს. მათ ეს ისევე სურთ, როგორც ყველა დანარჩენს და ვფიქრობ, ამის შემდეგ ბევრი კარგი ურთიერთობა შეიძლება განვითარდეს. ხუთშაბათს საღამოს გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმავე დღეს დილით გავრცელებული პოსტისგან, რომელშიც ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმებით იმუქრებოდა და აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მალე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ნავთობ ინფრასტრუქტურას დაიკავებდა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები ამაღამ ირანს ძალიან ძლიერად დაარტყამენ. წერდა დონალდ ტრამპი რამდენიმე საათით ადრე და იმითაც ემუქრებოდა, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში ხარგის კუნძულს და სხვა ნავთობ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ჩაიგდებდა ხელში და ირანის ნავთობისა და გაზის ბაზრებზე კონტროლს დაამყარებდა. მისივე განმარტებით დაახლოებით ისე, როგორც ვენესუელას შემთხვევაში.